მეგობარი თუ მტრული აქ ქართული ეცნება ამბობს რომ თავის ამორჩევებს ეუბნება პრინციპში რომ ეს არის რეალურად ეხლა რაღაც deep state-ისგან თავდასხმა საქართველოზე არა რაღაც მათ წინააღმდეგ არამედ ნუ ქვეყნის წინააღმდეგ და მტრული განწყობის გამოვლენა ასე თქვა ჩარევაში და საქმეებში სუვერენიტეტის შელახვა და ასე შემდეგ თუ იცით ეს სხვა სამები თქვენს მსმენელს იშვიათად ვეთანხმები ხოლმე კობახიძეს, მაგრამ ეს შემთხვევა, როდესაც უნდა დავეთანხმო, კი, ეს არის მტრული აქტი ბიზინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ის არის მტრული აქტი საქართველოში დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ, ეს არის მეგობარი აქტი ქართველი ხალხის დასახმარებლად და მეგობარი აქტი, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობა უნდა მიცეს. ეს აქტი, ამ აქტის საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, ვინაიდან საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები მრავალ წელს ითვლიან სტრატეგიული ურთიერთობის და მეგობრული ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა დადგა კითხვის ქვეშ და დააყენა კითხვის ქვეშ არაქართულმა ხალხმა, არამედ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ჩაანაცვლოს ავტოკრატიული მმართველობით და ამერიკასთან მეგობრული ურთიერთობები უნდა ჩაანაცვლოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით, ირანთან ვიზიტებით და ამერიკის შეერთებული შტატების მტრებთან ურთიერთობით და რუსეთისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით მაშინ, როდესაც რუსეთი ამერიკული სანქციების ქვეშ არის, დადგა ამ აქტის მიღების საჭიროება და ეს აქტი მიღებული იქნა სწორედ იმ სულისკვეთებით და იმ ერთობით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ კონგრესში, სადაც ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა ამ აქტმა, სწორედ იმიტომ, რომ ორპარტიული მხარდაჭერის საკითხია რეგიონში მიმდინარე საკითხები, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებები და იმ პირების მომავალი პოლიტიკური თუ ფინანსური ბედი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიზაციას ხელს უშლიან და საქართველოში ძალიან უხეშად ერევიან ადამიანის უფლებებს, უხეშად ხელყოფენ და რაც მთავარია, საქართველოს იყენებენ როგორც ტერიტორიას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ, მათ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სასარგებლოდ. ქართულ ოცნებად თვითონ რაღაც დემონსტრაციულად დაიწყო თავის დროზე, ხო, ჩინეთთან ეს სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმა, იქ ირანთან, არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა ეს დაბალანსება უნდა თუ რა, მაგრამ ფაქტია რომ ამით საკუთარ თავს უგაცილებით ცუდი საქმე გაუკეთა, იმიტომ რომ ზემოთებითი არგუმენტი მიცა იგივე ტრამპისტებს, რომლებითაც შეიძლება რუსეთი არ იყოს ისეთი გამაღიზიანებელი, როგორც ჩინეთი და ირანის ფაქტორი არის. ხო, და ეს რამდენად არის აქ ახლა გადამწყვეტი და ძალიან სწორი დაკვირვებაა მერაბ და მე მგონი ძალიან კეთილშობილური შეფასებაა, რომ შემთხვევით საკუთარ ინტერესების სასარგებლოდ გამოვიდეს. სინამდვილეში მიზანიც ეს იყო ამ ურთიერთობების დაძაბვა, დასავლეთისგან საქართველოს ჩამოშორება და სწორედ იმ ფორმატის შექმნა, რომელიც მათ შექმნეს. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ისე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ურთიერთობები არ გადახედილა, იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთან აღარ უნდათ ურთიერთობები. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაჩქარებული წესით, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, კიდევ უფრო სწრაფად მიიღოთ თავიანთ სტრუქტურებში და ასოცირების პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წაწეულიყო წინ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნორმალურ პირობებში საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას გაცილებით მეტი დრო დასჭირვებოდა აი ამ ინტეგრაციის პროცესის გასავლელად და ყველა იმ პირობის დასაკმაყოფილებად, რომელსაც თეორიულად ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან ითხოვს. მათ თვალი დახუჭეს სწორედ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ რეგიონს შეექმნა, მათ თქვეს, რომ მოდით ჩვენ ახლა ამ ქვეყნას მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო სწრაფად შეიქმნან უსაფრთხო გარემო და მტრისგან უფრო უკეთ დაიცვან თავი. ურთიერთობები უარესობისკენ წაიყვანა ქართულმა ოცნებამ ძალიან მიზანმიმართულად და ამ მიზანმიმართული ქმედების ძალიან ნათელი გამოვლინება იყო, მათ შორის ის რიტორიკა, ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა, გაამწვავა, თუ აქამდე, არ ვიცი, თავიანთ რაღაც სატელიტ პრორუსულ პარტიებს ასაუბრებდნენ იმ თემაზე, რომელზეც თვითონ თავს იკავებდნენ და რაღაცნაირად ორ პოლიტიკურ თუ ორ რატო წავიდა ასეთ გამწვავებაზე? წავიდა გამწვავებაზე, იმიტომ რომ მათ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში
დიქტატურის დამყარება, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და ძალაუფლების შენარჩუნება ყველა გზით. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის საქართველოში არ იყოს დემოკრატია. დემოკრატიულ პირობებში ვერც ერთი ხელისუფლება უსასრულოდ ვერ შეძლებს ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას და მით უმეტეს ვერ შეინარჩუნებს ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც უბრალოდ კორუფციულ მექანიზმს ქმნის იმისთვის, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მოხდეს და საკუთარი ძალაუფლება უსასრულოდ შეინარჩუნოს და არ გვიოს ადამიანის უფლებები, გააუქმოს არჩევნები, ქუჩაში მოკლას ხალხი და არ ბიოს ახალგაზრდები ისე რომ პასუხი არავის მოთხოვოს, ვიღაცებს შეუვარდნენ საღებავი გადაასხან თავზე ისე რომ ამაზე არავინ პასუხი აგოს. ეს ვერ მოხერხდება თუ ოდნავ მაინც დემოკრატიული ჩარჩო არსებობს ქვეყანაში. ძალაუფლების ხელოვნურად შენარჩუნება ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ მოხდება დემოკრატიული გზით. ავტორიტარიზმი ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენის გზა არის. ივანიშვილის რეჟიმის და მისი ძალაუფლების შენარჩუნების გზა არის. ეს იმთავითვე გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობას დასავლურ სახელმწიფოებთან. ამის შესაბამისი ნიადაგი შესაძლოა მხოლოდ არსებობდეს შესაბამის ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის რუსეთი, როგორიც არის ბელორუსი, როგორიც არის ირანი, როგორიც არის აზერბაიჯანი და როგორც შესაძლოა კიდევ რამდენიმე ქვეყანა სამეზობლოში და მის მიღმა. ანუ მათი სტრატეგიული განაცხადია, რომ ჩვენ საქართველოში გვჭირდება ავტორიტარული მმართველობა და ავტორიტარულ მმართველებს ჭირდებათ ავტორიტარი მოკავშირეები და არადემოკრატიული სახელმწიფოები, როგორც ეს საქართველოს ამოცანა აქამდე იყო ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და დღესაც სახალხო ამოცანას ეს წარმოადგენს. ამავდროულად და ნუ და გვავიწყდება რომ რაღაცებს თვითონაც გამოავლენენ ხოლმე და ხანდახან გააჟღერებენ ხოლმე დავითულიანმა თავის რაღაც ცნობილ ინტერვიუში არ ვიცი ეს წამოწდენა იყო თუ გამიზნული თუ მოკრული არა და ბექა დავითულიანი რომელმაც დეპუტატი იყო ხა არის თუ არა რომ აი ამ შუა დერეფნის მოთამაშეების და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გადალაგების პროცესშიო საქართველოს როგორც დემოკრატია რეგიონში სუსტ რგოლს წარმოადგენს, ანუ ჩვენ აქ გვჭირდება ავტორიტარული იმისთვის, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა ამ ტერიტორიაზე შეძლონ სრულყოფილად ფუნქციონირება, ვაჭრობა და ენერგორესურსების შესაბამისი გაცვლა, მათთვის დემოკრატიული საქართველოს სუსტი რგოლიაო, რაც სრულიად ლოგიკური ახსნა ეს ალბათ სადღაც გაიგონა, უბრალოდ ალბათ არ იცოდნენ ეს არ უნდა ეთქვა. მაგრამ ანუ მათ ძალიან ჩამოყალიბებული კონკრეტული ხედვა აქვთ საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ სურათში სად უნდა მოაქციონ და დღეს ბრძოლა საბოლოო ჯამში გარედან და ზედაპირულად რო შევხედოთ და არა ვთქვათ ქართული სახალხო ინტერესიდან ბრძოლა მიდის რა ტიპის მმართველობა გაიმარჯვებს საქართველოში იქნება ეს ავტორიტარიზმი და ავტორიტარული კოალიციები თუ იქნება ეს დემოკრატია და დასავლეთი სხვადასხვა ახსნა არსებობს ოცნების აქციების ერთი ეს რასაც თქვენ ამბობთ რომ მათი მთავარი მიზანი არის აქ სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენა და შესაბამისად ამ დიქტატურის დამყარება და სხვანაირად ვერ გამოდის მაგრამ მეორე ახსნა არის რომ აი რაღაცა რუსეთიდან იმართებიან რუსეთის დავალებებს ასრულებენ და რუსეთის უკანაიზოდ აქციონ საქართველოს და არ გამორიცხავს ერთი ხაზია. არა, ერთი თავისი გადაწყვეტილება რომ მოდი მე ხა დიქტატურისთვის მჭირდება რომ ასე მოვიქცე, სხვა მეორეა რომ რუსეთიდან დავალებებს იძლევ და რუსეთიდან დავალებებსაც იღებენ, ინსტრუქციებსაც იღებენ და მმართველობის ფორმებსაც და პრინციპში ყველაფერი რასაც აკეთებენ, უკვე გავლილია რუსეთში და ძალიან კონკრეტული სქემით მიმდიან. მოდელი შეიძლება გადმოიღოს. რომელიც მაგრამ მოქმედების სქემებსაც იქიდან იღებენ. მაგრამ აქ ამოცანა სწორედ ეს არის. რუსეთს ჭირდება საქართველოში რეჟიმი, რომელიც იქნება ძალაუფლებაში და მის ინტერესებს გაატარებს, იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც საქართველოში ინტერესი აქვს, იქნება ეს ჩინეთი თუ იქნება ეს ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები, საქართველოში პრინციპული სტრატეგიული ინტერესი აქვს კონკრეტულად რუსეთს დერეფნის მიმართაც, შავი ზღვის მიმართაც და საქართველოს კონკრეტულად თბილისის კონტროლის მიმართაც, იმიტომ რომ რუსეთი თუ თბილისში ინარჩუნებს ძალაუფლებას, შესაბამისად ავრცელებს მის გავლენის სფეროს აზერბაიჯანზე თავისთავად და მათ შორის სომხეთზეც. და აქვე არ დაგვაუწყდეს რომ მეგობარი ახლის მიღების შემდეგ ჯობისმობა გამოაქვეყნა სია დასასაცილო პირებთან, რომელიც ასე ვთქვათ გაფრთხილება უწოდა და ანუ ამ სანქციებთან დაკავშირებით დღეს იგივე რიტორიკა მოვისმენთ ხელისუფლებასთან, ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ, საბრძოლო სიყვარული თუ ქვეყანას დაჭირდა სანქციებას ავიდან ასე შემდეგ. ეხლა მინდა კითხოს ამ მეგობარი აქტის და ამ სანქციების თუ ესე შევიდა ძალაში, რა გავლენა ექნება ამ მიმდინარე პროცესებზე თუ კოცები როგორც ამბობენ, ჩვენ არაფერს არ გვეშინია. ასეთი მათერიდო.
ხო, რა თქმა უნდა, ახლა ყველას ვინც საღათ აზროვნებს ქვეყანაში, უხარია, რომ ეს მეგობარი აქტი ძალიან კონკრეტულად და წერტილოვნად შეეხო პრობლემას, ან არა განზოგადებულად, არა ვთქვათ სახალხო ინტერესს, არამედ იმ პირებს, ვინც უშუალოდ დამნაშავეა იმაში, რომ საქართველოს იმ დღეში აღმოჩნდა, რომელშიც ის დღეს იმყოფება და ცხადია, გვამხნევებს კიდევ დამატებით ის, რომ როგორც თქვი, ამ საკითხს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, გვამხნევებს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაზე სხვა იმედებს ამყარებდა ივანიშვილი და სხვანაირად გვასაღებდნენ ამ საკითხს. თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად უცნაური იქნება თუ სენატმაც მიიღო და მისი მთელი გუნდის საერთო მხარდაჭერა აქვს, მაშინ რა ლოგიკა იქნება, რომ არ მიემხროს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი ხომ ამავდროულად პირველ რიგში პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და ვაშინგტონის პოლიტიკას განსაზღვრავს რეგიონის მიმართ და ამ პოლიტიკურ ნებას ამ დოკუმენტით აფიქსირებს. ამიტომ ეს არის პოლიტიკური გაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკოსებმა კენჭი უყარეს და უცნაური იქნება, რომ თქვა აღმასრულებელ დონეზე ამას წინააღმდეგობა შეხვდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ მე არ მეყვარს რაღაც თეორიულ ილუზიებში ყოფნა და არც მსმენელისთვის ტყუილების მიწოდება. ჩვენ იმ ილუზიაში არ უნდა ვიყოთ, რომ ხვალდაზე რაღაც გარდამტეხი ცვლილება მოხდება, რომელსაც აუცილებლად მოსახლეობა შეიგრძნობს. იმიტომ რომ ივანიშვილი ამ სანქციებისთვის დიდი ხანია ემზადება. ეს არის მისთვის მისი უშუალო გუნდის. ამ კონკრეტულ ჩამონათვალში არ არის, მაგრამ სხვა ჩამონათვალში იყო. ამიტომ ეს მეგობარი აქტი უშუალოდ ეხება იმათ, ვინც ქმნის და აძლიერებს სისტემას, ანუ ვინც ამ სისტემას ამყარებს, რომლის სათავეშიც არის ივანიშვილი. ფუნდამენტი მოირყა, შესაბამისად მარტო ერთი კაცი გადაწყვეტილებებს, ანუ მარტო ერთი კაცი ვერ შეძლებს დიქტატურის დამყარებას და აღსრულებას შესაბამისად. მაგრამ იმას ვამბობ, რომ უშუალოდ ეს გუნდი და მათ შორის იქ ძირითადი სახელები ვინც არიან, ესენი არიან უკიდურესად კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას მათ შორის ცდილობენ არამხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე მეფის მიმართ რაღაც ლოიალობას ამტკიცებენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი საკუთარ კეთილდღეობას იცავენ და საკუთარ ძალაუფლებას იცავენ და იმ დიდ უკანონოდ მოპოვებულ სიმდიდრეს იცავენ, რომელიც ამ წლების მანძილზე მოიხვეჭეს. ამიტომ იმას ვამბობ, რომ რასაკვირველია უმეტესობა მათგანი რაღაც ფორმით ამ სანქციებისთვის უკვე მზად არის. მიუხედავად ამისა, რატომ არის მნიშვნელოვანი და რატომ ექნება სანქციებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენა არის ის, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ 10 და 15 კაცზე ვერ დავა საქართველოს ბედი, ხო? მხოლოდ ეს რაღაც არ ვიცი რამდენი არიან 15 თუ 20 რამდენი ადამიანიც არის. ხო, ის რომ ისინი რაღაცნაირად სადღაც ემირატებში და სადღაც გადაიტანენ თავის ანგარიშებს, რომელიც ფინანსურ მიმოქცევაში ვერ ჩაერთვება, მათი ფინანსური მიმოქცევის გამტარი ფინანსური ინსტიტუტები აუცილებლად შესაბამისად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებზეც დგას ფინანსური სისტემა საქართველოში, ახლა ჩვენ ხوارა ვართ იმ ხელ რაღაც დიდი მსხვილი ეკონომიკა, სადაც დივერსიფიცირებული საბანკო ქსელია და ასე შემდეგ. ჩვენ კონკრეტულად ორი მყარი ბანკი გვაქვს, რომელიც არის ლონდონის ბირჟაზე და მათ ერთი ფუნდამენტი, ერთი რგოლი რო შეერყათ, ას მთლიანად შეარყევს საქართველოს ფინანსურ სისტემას. ამიტომ რასაკვირველია საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მექანიზმმა უნდა გამოიღოს შედეგი ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ირანი, როგორიც არის თუნდაც ბელორუსი, იქ სადაც მეტნაკლებად თვითკმარი ეკონომიკა არსებობს, ხო? ხა ამას წინათ ლუკაშენკოს რაღაც ინტერვიუ იყო თუ პრესკონფერენცია, სადაც მან თავის მოსახლეობას უთქვა, რომ ეხლა ნუ შეჭამთო ავოკადოსო, კარტოფილი ჭამეთო, იმიტომ რომ იმათ თავის კარტოფილი აქვს და ჩვენი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ არა ვართ არც ერთი განზომილებით თვითკმარი ეკონომიკა, რომელსაც შეუძლია თავისი ინდუსტრიების შენარჩუნება იზოლაციური ეკონომიკის პირა. ეკონომიკური ზრდა, ეს არ არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკურ შეგრძნებებზე აისახება. ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც დროებით დაფიქსირდა, იმიტომ რომ რუსებს მიცეს სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა და იმიტომ რომ ეს არის ის მათ შორის მონაცემები, რომელიც დაფიქსირდა, იმიტომ რომ ივანიშვილმა დიდი რაოდენობით დოლარი შემოიტანა საქართველოში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე არც ერთ შემთხვევაში არ აისახება, მაგრამ ინდუსტრიულ სფეროებს ძალიან მკვეთრი ვარდნა აქვთ რიგი მიზეზების გამო და ეს კიდევ უფრო გამწვავდება
საქართველოს თუ დასავლური იზოლაციის პირობებში ექცევა და აღმოსავლური ბაზრებით ჩანაცვლებაზე ამაზე ჩვენ გვისაუბრია, აღმოსავლური ბაზრები ასე პირდაპირ და უშუალოდ დასავლურ ბაზრებს ძალიან მარტივი მიზეზით ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ იმ ჩინეთსაც საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს, იმიტომ რომ ეს არის საკვანძო ტერიტორია, რომელიც მას აკავშირებს დასავლურ ბაზართან. სხვანაირად საქართველოს მიმართ, მას არა, ამხელა საქართველოს მიმართ ჩინეთს განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს. ამიტომ ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი მოსახლეობას უყვებიან, რომ აღმოსავლური ინვესტიციები შეძლებენ საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნებას. ამიტომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სანქციებმა ფუნდამენტი უნდა მოარყიოს იმ ეგრეთ წოდებული enablerებს, რასაც ეძახიან, რომელიც ავტორიტარულ სისტემას შესაძლებლობას აძლევს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს ვერტიკალი. ამ მიზანს ემსახურება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეგობარი აქტი ეხება არა მხოლოდ სანქციებს, არამედ განსაზღვრავს ზოგადად ხელახლა განსაზღვრავს და ხელახლა დეფინირებას მოახდენს ჩარჩო ურთიერთობის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოსის, სადაც თუ ეს მეგობარი აქტი მიღებულ იქნა, იგულისხმება, რომ რეჟიმი, რომელიც ახლა ძალაუფლებაში ის ვერ მოიპოვებს ვაშინგტონის ლეგიტიმაციას, რაც სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. დღეს მაგალითად ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და რაღაც ერთ-ერთი მუქარანარევი განცხადება გააკეთა, რომ ამ ხალხს deep state-ის დაკვეთით უნდა რაღაც საზოგადოების გაყოფა 26 მაისზე საუბრობდა, იმიტომ რომ იცით რომ სალმე ზურაბიშვილი აორგანიზებს აქციას ამ დღეს და ღონისძიებებს ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა იქნება და რაღაც სალმე ზურაბიშვილის მისამართაც გააკეთა რომ ფეხი არ დაუწდეს არსათო კაბატონ სალომეს ვაფრთხილებთო რომ არაფერი ისეთი არ მოხდესო რა როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება უკვე შიგნით ბევრს აქვს რაღაც ხო ესეთი დამოკიდებულება რომ უკვე თითქოს რაღაც მინაუდა პროტესტი ასე რა უნდა მოხდეს რუსთაველზე სეიმნობით რა შეიძლება გადაწყდეს და ასე შემდეგ თქვენ როგორ უყურებთ პროტესტს ну ფაქტი არის ერთი რომ თუ საერთოდ რამე რეალურად ამ ეტაპისთვის მათ ადარდებთ და აწუხებთ და ტკივათ ეს არის ეს სახალხო პროტესტი იმიტომ რომ სახალხო პროტესტი აცლის მათ ლეგიტიმაციას და რისთვისაც ისინი ძალიან მონდომებით, გამალებით და დიდი რესურსით იბრძვიან არჩევნების შემდეგ არის რომ მათ საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმაცია მოიპოვენ სწორედ იმიტომ რომ მათთვის საფრთხეა იზოლაციაში მოქცევა. ვიდრე ეს დემონსტრაციები რაღაც ფორმით გრძელდება, მათ არ ემუქრებათ დასავლური აღიარება. ეს არის შემდგარი ფაქტი და აქამდეც იმიტომ მოვიდა ეს რეჟიმი, მათ აქამდეც გაუყალბებიათ არჩევნები, მათ აქამდეც ჩაუდენიათ საშინელებები, მათ აქამდეც დაურბევიათ აქციები, მაგრამ ეს დღევანდელი მდგომარეობა არის ის გარდამტეხი მდგომარეობა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ სახალხო პროტესტი არის მასიური და სახალხო ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს ეს რეჟიმი, ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები. რისი ჩატარებაც მათ ცხადია არ უნდათ. ამიტომ როგორც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ აი მინელდა, რა თქმა უნდა მინელდა რიგი მიზეზების გამო და პირველ რიგში იმიტომ რომ მათ ისე აწუხებთ ეს დემონსტრაციები, რომ მთელი რესურსი გადასროლილი აქვთ ამ დემონსტრანტების წინააღმდეგ. ან მათი განსაკუთრებული კონცენტრაცია ეხლა არის სწორედ წერტილოვნად იმ ადამიანების და იმ ორგანიზატორების თუ იმ დამფინანსებლების მიმართ, რომლებიც შესაძლებელს ხდიან რომ ამ პროტესტმა ისულდგმულოს. ნახეს რა რომ ძალადობამ, დაშინებამ, შეურაცხყოფამ შედეგი ვერ გამოიღო, ფაქტია რომ ვერ გამოიღო, მე არ ვიცი რა ძალა აქვს ამ ახალგაზრდობას ისეთი რომ რაღაც წარმოუდგენელ წინააღმდეგობას აღუდგნენ წინ, მაგრამ ფაქტია რომ ამან შედეგი ვერ გამოიღო. პროტესტები რაც უფრო ძლიერი იყო ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა, მით უფრო დიდი იყო შემდგომი პროტესტი. ამიტომ სხვა მეთოდებს მიმართეს და უკვე გადაწყვეტენ ფინანსურ ზეწოლას, რომელიც ძალიან რთულია და ვეთანხმებ პატას რომ ეს არის სულ უფრო და უფრო კაბალურს ხდიან იმისთვის რომ სწორედ ეს მუხტი ჩაახშონ და დემონსტრაციის ანუ გაქრეს ის მოცემულობა რომ ვიღაცა აპროტესტებს ამ რეჟიმს და მე შესაბამისად საერთაშორისო თანამეგობრობა დაიყოლიონ იმაზე რომ მოდით ახლა ჩვენთან შემოდით დიალოგში იმიტომ რომ ჩაცხრა ეს პროტესტები ამიტომ ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მუხტი შენარჩუნდეს რა რესურსიც ამოქს გააჩნია რომ შენარჩუნდეს და დღეს გამარჯვებით ახლა ეს პროტესტი ის რომ ვიღაცას დააჯარიმებ არ ნიშნავს რომ ის ახლა რეჟიმის მიმართ კეთილგანწყობილი გახდება ხვალ ხო ამის ხო რა თქმა უნდა თუმცა ამით თითქოს ახლა ბევრი ზოგი ცემიეს ზოგი დაიჭირეს დააშინეს ზოგი გააქციეს ზოგი რასაკვირველია ზოგი დღემდე პატიმრობაშია ხო ზოგს რა შეუთითქმეს მოახერხეს ასე თქვა ამით მოახერხეს ის რომ
შეამცირეს ხალხის რაოდენობა და მათ მოახერხეს ის, რომ აი რაღაცნაირად რაღაც კონკრეტული რაოდენობა ადამიანების ფიზიკურად გაანეიტრალეს, იძულებით გაანეიტრალეს. რაც ვერ მოახერხეს მათ არის ის, რომ ამ მუხტის თუნდაც რაღაც ცოტათი შემცირებით ის შედეგი დადგა, რისთვისაც ამას აკეთებდნენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება მოიპოვეს.